ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. მისი ეს მოწოდება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციური სპექტრი ქართული ოცნებისგან პასუხს დღის ბოლომდე ელოდება, რადგან ერთადერთი გამოსავალი მათი თქმით ხელახალი არჩევნებია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დღეს პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავენ და მზად არიან დისკუსიაში, თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ მომავალი არჩევნების დრო უკვე ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო კი 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გუშინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ მივიდეს ორბელიანების სასახლეში და ახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმდნენ. ეს თარიღი კი 29 დეკემბრამდე უნდა გამოცხადდეს. შეხვედრისკენ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილმა ასევე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ. ჩვენ უერთდებით, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რაც მან გუშინ გააკეთა, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. ჩვენ მზად ვართ, რომ სწორედ ერთ-ერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს უკვე შეთანხმება არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე და სწორედ პროტესტი, რომელიც არის უპრეცედენტო მასშტაბის და მადლობა მინდა უთხრა ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას, ამის ცალსახა დადასტურება. ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლეგიტიმური და დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ინსტიტუტი. ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა ახალი არჩევნების დანიშვნის არსებობს, რომ სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს გაცოცხლება დემოკრატიის და თავისუფლების ჩვენს ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ ხარს დაუჭერს ამ ორ მთავარ მოთხოვნას. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ჩავნიშნოთ ახალი არჩევნები 29 დეკემბრამდე, მე მაფიქრებინებს იმას, რომ ქალბატონი სალომე ცხოვრობს პარალელურ სამყაროში, სადაც არჩევნები გაყალბდა და სადაც ინსტიტუტები არ არსებობენ, სადაც არ არსებობს კონსტიტუცია. ასე რომ მისი ეს განცხადება მე არ მგონია, რომ ვინმე სერიოზულად მიიღოს, ალბათ მიღებული აქვს გარედან ძალიან მკაცრი დავალება, როგორც ჩანს, რომ ჩაატაროს რიგ გარეშე არჩევნები. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს თავის ისტორიაში პირველად ყავს ესეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად არღვევს კონსტიტუციას. სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტად წოდებულმა, რომელსაც ერთი პარასკევი აქვს სულ დარჩენილი, კონსტიტუცია რომ არ იცის, ეს არ ახალია. როგორც აღმოჩნდა, არც სხვა კანონმდებლობა არ ცოდნია და ვურჩევდი, რომ წაიკითხოს თუნდაც ერთი კოდექსი, რომელიც დანაშაულებს აღწერს და დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხოლმე ადამიანებს და კარგად დაფიქრდეს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს ისე იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. რა უნდა მოიგონოს ახლა სალომე ზურაბიშვილმა იმისათვის, რომ თავის პატრონების დავალება შეასრულოს, წარმოუდგენელი არის.